პური ყოფნის? არ ყოფნის, მაგრამ რა ვქნა, ინაგდა ყოფნის, ინაგდა არ ყოფნის, რა ვიცი, შვილო. მთელი ზამთარი ასე ვიღავი, 1 კუბომეტრო შეშაიღო თუ კიდე მადლობელი ვარ. 1 კუბომეტროც არ იყო, ეს იყო და კანკალო, სულ ცივა. პენსიონერი ვარ, წამლებზე ფული არ ყოფნის, დენის უღონაფერი ხომ უნდა მოგწენ. არანთე იმიტომ რომ ცოტა დახარჯოდა, ფული ცოტა მოგწეს, რა ვიცი. ერთი ბიჭი მყავდა, ესეც აღარ მაქვს. გახსნილი კედლები, ჩამსხვრეული მინები, სიცივე და საკვების ნაკლებობა. ასეთ პირობებში უწევს მარტოხელარი ფსიმე მარქასიანს ცხოვრება. ის სახელმწიფო პენსიისა და დახმარების იმედზეა, რომელიც ყოველთვიურად მხოლოდ 230 ლარს შეადგენს. ამბობს, რომ ხარჯი შემოსავალს ბევრად აღემატება. ბაზარში მხოლოდ კარტოფილისა და ხახვის საყიდლად მიდის, რადგან სხვა პროდუქციის შესაძენად ფული აღარ რჩება. Базарში მე ასე даже не покупаю, ничего не покупаю, то 1 კილო ან ხახვი ან კარტოფილის რამე მივდივარ ესე. ძალიან ეტად. უჭირს და რა ვქნა. რიფსიმე მარქასიანის მსგავსად მეცხრე არქის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური პირობების გაუარესებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველთვიური ხარჯი მათ შემოსავალს ბევრად აღემატება. პენსია ხმარობს საჭმელში. წნევის წამლები და ასეთი ძიძი თანხასაც ხოლმე ვერ გადაიხდით. საუცილებელი რასაა, ასეთი ელემენტარული. რაც გინდა მას ვერ იყიდი, რა თქმა უნდა. ხარჯი რასაკვირველია. პენსიონერი კაცი ვარ და შემოსავალი ნაკლებად. როცა გამომელევა სახში მოვდივარ ბაზარში მაშინა. ძირითადად ხორცს. იმიტომ სხვა პროდუქტები მაღაზიაშიც იყიდება. ალბათ ფული არ აქვს. ეხლა რა ვთქვა, რომ ძალიან გაძვირდა თქო, არა, ალბათ 1 წელია უკვე იგივე ფასებია. სოციალური ფონის გაუარესების შესახებ აკეთებენ აქცენტს ალფა-მარკეტის მოვაჭრეები. ფიქრობენ, რომ კლიენტების სიმცირე ფინანსების უქონლობით არის გამოწვეული. ერწმუნებიან, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. რახან ალბათ სამუშაოების შემცირდა და ხალხს ფული არ აქვს. თან გაზაფხულია და რა ვიცი, ცოტა მაინც არის კრიზისი. ნისიას ვწერთ და ვაძლევ, რომ ხალხი მშიერი არის. ჩვენც ნისიათ ვიღებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხსაც ისევ ნისიათ ვაძლევთ. და თვითონ ველოდებით მე იმ ხელფას, რომ იმ ხალხმა მოსახლეობამ რაღაც 2 კაპიკი აიღოს და მოგვიტანოს და გადაგვიხადოს ფული. აი ასეთ გაჭირვებაში ვარ. თვითონ სახორელი, ცოცხალი სახორელი გაძვირდა, ძალიან გაძვირდა და კლიენტს დააწვა ეს ყველაფერი. უკვე 12 ლარად რო ვყიდით, რბილ ხორცსა უკვე 14 ლარზე ავიდა, 13 ლარზე ავიდა. კლიენტი იმიტომ არა, ჯერ ერთი ხალხს ფული არ აქვს, რა თქმა უნდა. უმუშევრობა დიდია, ხო? შექმნილი ვითარების გამოსწორება ეკონომისტის აზრით გრძელვადიანი გეგმების დასახვითა და შემოსავლების სწორი დახარჯვით არის შესაძლებელი. როინ თადეშვილის თქმით, რეგიონის მაცხოვრებლებს ამ პერიოდისთვის სასოფლო კულტურით მიღებული შემოსავალი უკვე გახარჯული აქვთ. საზოგადოების დიდი ნაწილი არის დამოკიდებული რაღაც ერთჯერად შემოსავლებზე და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნიათ. ან არიან მოქალაქეები, რომელსაც საერთოდ შემოსავალი არ გააჩნიათ. აი ამათთვის ძალიან რთულია, რა შეიძლება ურჩიო ისეთ პიროვნებას, რომელსაც სავალდებულო ვალდებულებები გააჩნია და შემოსავალი არ გააჩნიათ. რიფსიმე მარქასიანს მიწის ნაკვეთი არ აქვს, არც სეზონური ხარჯები, თუმცა ყოფითი პირობების გაუმჯობესებას მაინც ვერ ახერხებს. ამბობს, რომ ქალაქის მერია სახლის შერემონტებას დაპირდა, თუმცა როდის მისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მართალია, მარტო მე არა ვარ, ბევრნი არიან. ჩემზე უფრო ისინი არიან, მაგრამ ცოდუ ვართ.